დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ქუთაისში გასვლით სხდომას მართავს. შეხვედრაზე კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 109 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის მონიტორინგის შედეგები განიხილება. საავადმყოფოს ყოფილ შენობაში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია 3000-მდე დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც პირველადი მინიჭებული ქულების გათვალისწინებით მონიტორინგი ყველაზე მაღალ ქულიან 300 ოჯახს ჩაუტარდა. კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ბინების გადანაწილება 25 თებერვალსაა დაგეგმილი. კომისიის მუშაობაში დევნილთა მინისტრის მოადგილეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. გახორციელდა მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით კომისია მსჯელობს 300 განაცხადზე. 300 ოჯახი პრინციპში ითვლება, რომ არის ყველაზე მოწყვეტი და ჩვენ ვარაუდობთ, რომ ხვალისთვის დავასრულებთ ამ მუშაობას და შეიძლება უკვე ვაცნობოთ იმ ოჯახებს, რომლებიც ძალიან კარგ ბინებს მიიღებენ ქუთაისში 4 ქუჩაზე ყოფილ კლინიკურ საავადმყოფოში. აბსოლუტურად გამჭვირვალეა მთელი პროცესი, რაც მიმდინარეობს. წვდომა ჩვენ როგორც გვერდიდან ჩართულ პირებს გვაქვს აბსოლუტური, როგორც ყველა კომისიისებს ისეთი, მხოლოდ დადებითი შემიძლია შეფასება გავაკეთო ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.